გაგრა დღესაც წვიმს პლუს 14 გრადუსია ნავარაუდები. სოხუმში იწვიმებს ასევე 14 გრადუსამდე თბება ტემპერატურა. ზუგდიდშიც წვიმს პლუს 14 გრადუსია. წვიმიანი კვირა დაგვირდით კვირა და ასია, მესტიაში 11 გრადუსია წვიმა დაფიქსირებული. ფოთშიც წვიმს პლუს 12 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ბათუმში 11 გრადუსი სითბო. ნახოთ რა მოხდება ოზურგეთში და აქაც წვიმს პლუს 13 გრადუსი. წვიმს ქუთაისშიც 16 გრადუსი სითბო. ამბროლაურში პლუს 20 გრადუსი და აქაც წვიმა. სინოპტიკოსების ვარაუდით ახალციხეში 20 გრადუსამდე გათბება ტემპერატურა, თუმცა იქაც იწვიმებს. არც ბორჯომი ჩამორჩება ახალციხეს, აქაც წვიმს, თუმცა 16 გრადუსია მოსალოდნელი. ბაკურიანში ასევე წვიმა 13 გრადუსი სითბო. გორში პლუს 20 გრადუსი და წვიმა. ცხინვალში 18 გრადუსი ასევე უხვინალექი. სტეფანწმინდაში წვიმს და პლუს 9 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს რა თქმა უნდა გუდაუთშიც 4 გრადუსი სითბო. კარგი რა და თელავშიც წვიმს, თუმცა პლუს 21 გრადუსია მოსალოდნელი. აბა რა ხდება ახლა რუსთავშიც იწვიმებს 24 გრადუსამდე თბება ტემპერატურა და თბილისშიც წვიმა მოგვაცილა სამსახურამდე პლუს 22 გრადუსია. სხვათა შორის არ მოტყუდეთ, რადგან მე ჩავხედე პროგნოზს და ეწერო საღამომდე არ იწვიმებდა, თუმცა წვიმს უკვე და მე არა სათანადო ჩაცმულობით ვარ გამოსული სახლიდან მთელი დღის განმავლობაში და იმიტომ რომ არ იცოდი ჩვენ სამით რომ არ დაგემართოთ, ამიტომ დილიდან უნდა გვიყუროთ. ჩვენ ვერავის ვერ შევხედეთ უბრალოდ. ამაშია გამომედით.